მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის ორშაბათი. ძალიან ცხელა. დღეს არის 39 გრადუსი. როგორც ვიცი, როგორც ვნახე, კიდე მგონი 4 დღე იქნება ესეთი სიცხეები და მერე ნელ-ნელა დაიწყებს ხლებას. ჩვენმა ერთმა მაყურებელმა ზუსტად არ მახსოვს მაპატიტყვი. მიკროფონს ვიშეხნე. ხო, თქვა დამიწერა უბრალოდ რომ 9 რიცხვამდე თუ რაც ესე დაახლოებით. მოკლედ ახლა დაგაყენებთ ყავას დავლევ სოჭის წინავს. მე არ მაქვს ვენტილატორი ან პირადად მე. იმედია ეს შორტზე ხედო. კი. მიკროფონი სულ თქვა მიჭირს, იმიტომ რომ ცხელი ჰაერია. ისეთი შეგრძნებაა თითქოს აი საერთოდ არ არის ჰაერიდან არც იწვის ფოთლები. გუშინ ნიავი მაინც უბერავდა და ანეიტრალებდა. ესე იგი, ой, ფეხი დავარტყი იმას. რამდენჯერ ვივლებ წყალს ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ არ გამოდის სხვანაირად. სამსახურში კი არის კაი გარემო და რაღაცა. მე რო სამსახურში ვარ, ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ სასწაულს ეწოდება აქ ესეთ დღეში. ხო და კადრმა კიდე ის კედელიდან შემოაგდეს ფილა. ხარისხოთ რო გაკეთებული თავის საკეთება, რამდენი წელია ესე ვარდება. ვამაგრებ, ვარდება, არა, ჩემი დამაგრებულები ისე აღარ ვარდება, მაგრამ რაც ხელოსანმა, ასე ვთქვათ, ივარჯიშია ჩემი კედელზე. ხო, ეხლა რაღაცას მომიტან დავინიევებ, თორემ ვეირი ვერ ვიპოვე, სამწუხაროდ გქონდა და გების ეს ამოვიღე თვითონ და სხვაგან ჩავდე და ეს კარდონის გამოვიყენებ როგორც ვეირს. მოკლედ ახლა მაკიაჟი არ მიკეთია, რა სისულელი ამ სიცხეში მაკიაჟის ეს არ ვიცი, ალბათ სიქაჯე. ხო და გუშინ თემი შევიღებე, არ ვიცი მოწყობა თუ არა, მოკლედ შევიღებე თმები. ახლა რო წავალ დუშს რო გადავილებ შხაპს რო გადავილებ თავსაც თავის თავად, იმიტომ რომ ერთი ლაიფჰაკი მაქვს, ვინც თმებს იღებავთ და თან თუ გაქვთ ვთქვათ ჭაღარა, მე მაქვს ხოლმე აი ამებში ჭაღარები აი აქ და აქ. აქ კიდე ესე ალაგ შუდობაში და კარგად რომ ანუ საღებავი დაჯდეს, თმაში გაჯდეს, ესე იგი რომ შევიღებავ, ჯერ ხო ცოტა დიდხანს ვიჩერებ საღებავს წინა შეღებაზე, მეზობელმა არ მაცალა, ჩემო მეზობელმა რა ის. არა, ისე კაი გოგოა. უბრალოდ იმ დღეს გამაპრაცე, იმიტომ რომ თითქმის საერთოდ არ შეღებილა ფაქტიურად გადავაგე რა ის საღებავი ესე გამოვიდა. ესე იგი, რომ შეიღებავთ, ჯერ ხო იმაზე, ანუ რაც წერია 45 წუთი ხო თუ რაღაც საერთოდ ძირებზე უფრო ნაკლები წერია ხოლმე გონი. მოკლედ. ესე იგი, უნდა გააჩეროთ დაახლოებით 50-50 წუთით მეტი. მერე რომ გავაესწრო, ჩამობანვით, უნდა ჩამოიბანოთ აუცილებლად ნელთბილი წყლით, ანუ ცხელი არ უნდა იყოს და ანუ უფრო სიგრილეში რომ გადადის წყალი, აი ესეთი თბილით რა, ანუ სხეულის ტემპერატურით რა. ჩამოიბანთ, არანაირი, არც ბალზამი, არც შამპუნი. მე ვიძახი
ანუ თუ ჭაღარას გინდათ რომ კარგად ჩაჯდეს რა ეს საღება. ანუ გრილი წყლით ჩამოიბანთ და всё, ანუ თუ კი არა და საღამოს არის სასურველი, იმიტომ რომ ანუ ღამე მთელი ღამე ჩაჯდება ეს საღებავი კარგად, ანუ ფაქტიურად თითქოს კიდევ აგრძელებს რა თავის ასე ვთქვათ შეღების პროცესს, ხო? კი ჩამოვიბანეთ, მაგრამ მაინც რაღაცა არის რჩება. იმიტომ რომ ის შამპუნი და ის რა ქვია, ბალზამი სრიალაა და ჩამოაქვს რა, უცბად რეცხავს ამ საღებავს. კარგად რომ ჩაჯდება მთელი ღამის განმავლობაში, ანუ კარგად უნდა ჩამოიბანოს საღებავი, მე იმას არ ვამბობ, რომ ნაწილობრივ. კარგად ჩამოიბანთ საღებავს, დაიტოვებთ ესე, ანუ უშამპუნო თუ ბალზამოთ და დილას უკვე, ანუ რო ადგებით, შეგიძლიათ ჩვეულებრივად დაიბანოთ შამპუნით და ბალზამით. რა ვიცი, მე სხვათა შორის ესეთი სასაცილო რაღაცა შემემთხვა მეგობრებო. ეს რა არის ქალაქის გული. იქ ხო შევიძინე ეს იდეაში შამპუნი შევიძინე. მე ესე არ ვიცი რატო შემეშალა. თითქოს შევხედე და რაღაცა, ანუ არ წავიკითხე სრულად. მე მგონი რაღაცა ანუ ესი და H-ი, ანუ დავინახე ვიქნე, ნუ შამპუნი წერე, აი ზერელეთ, არასოდეს არ მიმწევს. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო რა. მიყიდია დუშგელი შამპუნის ნაცვლად. თან გამიკვირდა, მეთქი ესე იაფი რატო ვერს თქო. მგონი 4 ლარი და თუ 3 და რაღაცა. გაზაკლებაში იყო და მოკლედ ვიბან ამ დუშგელით და მე იდეაში მგონია რომ ეს არის შამპუნი. თქვენ წარმოიდგინეთ, თმები იცით რა ლამაზი იყო, ფრიალებდა, აი ბალზამის ეფექტი რო აქვს, ხო, აი დავარდნილი თმები, რაღაცა ის რო არ იფუძება და აი კარგად გემრიელად რო გრძნობთ მას თავზე და რო სიამოვნებს, რო რაღაცა ჯანსაღი, აი ხო, ზუსტად ეს სიტყვა შესაფერისი, ჯანსაღი თმები, თმებს რო გრძნობ, აი ესე მიყავი და მე ვანდა მითხრა ჩემადან ეს დუშგელი ვიყიდო, აი ისეთიო შენ რო გაქო. მეთქი დუშგელი. ახლა მაშინ მივხვდი რომ თურმე ეს ყოფილა დუშგელი. და მე თანამშრომელმა მითხრა რომ თუ ესეთი კაი შედეგი აქვს, ანუ ხო მეთქი გავაგრძელებ კიდე თუ შემხდება ზუსტად იგივე იდენტური გაჩვენებთ. მაშინ რა ვიცი, დავიბან ხოლმე ამეთი, რა ვიცი, თმა არ გაუფუჭებია, კარგა ხანი ვიბან ამ დუშგელით. ეხლა კარგა ხანი არ დამიბანია, იმიტომ რომ ვანდა მაჩუკა შამპუნი 2 იყიდა, რაღაცა ორგანის ზეთი თუ რაღაც ესეთი. და მე ჩემო მეზობელმაც მაჩუკა ეს ცხენი ვახატია რა ეს შამპუნი. და ეხლა ნავსებია ისიც გამოვცადე ისიც, მაგრამ ნახეთ რომ თვითონ, ანუ შეიძლება აჯანსაღებს მას თვითონ შიგნით სტრუქტურულად და რაღაცა, მაგრამ მე თვითონ ანუ თმის როგორც წეგან თქვი რა, მე როგორც ვხსნოდი თმას, ისე ეს ორი შამპუნი ვერ შვება. და მოკლედ დღეს დუშგელით დავიბან, ეხლა გაჩვენებთ. ბავშვი სტილის მომეცოდა და მივუყე ყური მითი საიდან ისმის თქო, იმიტომ რომ თითქოს სოსინოს იქით ხრიდან და გამიკვირდა იქით ხრიდან, საერთოდ ხმა არ გამოწვია, სკელეტელებია. მოკლედ აი ეს არის აი ეს დუშგელი, რომელიც მე შამპუნი მეგონა, აი ამასვებმა შემაცდინა, ანუ ესი რო დავინახე, ნუ რაღაცნაირად უცბად ვიფიქრე. ხო და ის რომ საწერია ხა
დუშკელი. აჰა, დიდი ასოები წერია. გელ. ხო რა ენაზე არ ვიცი, სადაურია. ესპანურია. ესპანურია და მოკლედ რამდენია დარჩენილი? აი აქამდეა უკვე მეგობრებო, აი აქამდე. მოკლედ აი ამითი ვიბან თავს და იდეალურად აყენებს თმებს. თან ძალიან აი მართლა კაპიკების ფაში მაქვს ნაყიდი. მე როგორც მახსოვს 3 და რაღაც ღირდა. მე ვანდაფქვა რომ არ ღირდაო, მაგდენი მეტი ღირდაო და მე აქცია რო იყო მაშინ ვიყიდე. ხო და ესეთი ამბები. მოკლედ მეგობრებო, რა მინდა გთხოვოთ, ხო, თხოვით მოგმართოთ. რახან ყოველდღიური შემოსავალი არ გვაქვს მე და სოსოს და შესაბამისად თვის ბოლოს ჩაირიცხება ხელფასი. რა თქმა უნდა, ვისაც შეგიძლიათ არ არის ანუ სირცხვილი არ არის, ბევრს ვიცი რომერიდება. 1 ლარი და 2 ლარის ჩარიცხვა. თუ გვერდში ამოგვიდგებით ამ ერთი თვის განმავლობაში რომ უბრალოდ ხელფასამდე მივაღწიო, მადლიერი ვიქნებით მე და სოსო. მოკლედ ჩვენ ქვეყანაში ცოტა რთულად არის დონაციის საკითხი. დონაციაზე ერიდებათ ხოლმე საუბარი. ვიღაცა ვთქვათ თulis რომ ეს არის მათხოვრობა, არანაირად არ არის მათხოვრობა. დონაციის წყალობით ძალიან ბევრი ორგანიზაცია არსებობს, ძალიან ბევრი კომპანია არსებობს და მოკლედ დონაცია არის კეთილი ნებით შემოწირულობა. ანუ თვითონ სიტყვა დონაცია ითარგმნება როგორც შემოწირულობა. ხო და ეხლა შემოწირულობა ეხლა ეკლესიაშიც არის შემოწირულობა და მე მაპატიეთ ეხლა ცუდი შედარება შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გასაგები რო იყოს ხომ არანაირ კავშირში არ არის მათხოვრობასთან. მათხოვრობა სიტყვა რა არის საერთოდ ალბათ ის რომ ქუჩაში რო გაიწვდის ხელს ადამიანი, ალბათ ეს არ ვიცი. მაგრამ ზოგადად როცა კომპანია, როცა იუთუბერი, როცა რაღაცა თქვათ თავის ანგარიშის ნომერს დადებს ხომ და აწერს დონაციას, ეს არის კეთილი ნებით შემოწირულობა. პრინციპში ხა მათხოვრებაც კეთილი ნებით და ზუსტად ძალიხარ, მაგრამ არა ქუჩაში ვთქვათ იცი რა ხოლმე უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებენ პირისპირ რომ გთხოვს ადამიანი დახმარებას. მე ახლა როცა რა თქმა უნდა მქონია და ისა უსიტყვოდ თავისთავად დავეხმარები, მაგრამ როცა არა მაქვს, აი მაშინ ვგრძნობ თავს ძალიან ცუდად, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი დისკომფორტი მაქვს, რომ აი ვერაფრით ვერ დავეხმარებ. მოკლედ ვისაც სურვილი იქნება, დავდებ ანგარიშის ნომერს და პირად ნომერს, ვისაც როგორ მოეხერხება. 1 ლარი იქნება, ლარნახევარი იქნება, თუ 2 ლარი იქნება. მადლიერები ვიქნებით მე და სოსო. ხო, მაქვს კიდე გეგმაში რომ ამ სამსახურის პარალელურად შევათავსო, იმიტომ რომ მე იმხელა გამოცდილება მივიღებ ბოლო სამსახურში, იმხელა გაძლებაზე ვიყავ და რაღაცა თურმე მეგობრებო შემძლებია. ჩემი 51 წლის ასაკში კიდე ბევრი შემძლებია. სად არის ხე? ძველებური ის მოps და ის ხის არის ნამდვილად ვიცი ეს დანარჩენი ისინია რა ქვია ვითომ ხე. და მოკლედ ესეთი ამბებია და მოდის ნელ-ნელა გვეპარება სექტემბერი. სწავლა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ მოვახერხო და სოსოს გადავუხადო იმ სპორტს. ხო, მართლა არ მithქვია რა სპორტი აირჩია.
მოკლედ ჩამოუთვალე სხვადასხვა სპორტის სახეობები. უმრავლესობა ახლა მეგობრების თანამშრომლების მირჩევდნენ, რომ ცურვა არის ძალიან კარგი, ცურვაზე ატარებ. თავისთავად ვფიქრობ, ცურვა როგორც პროფესიონალური სპორტი არა, როგორც აი სამოყვარულო, ესე აუზე, ანუ სწავლების იმითი ვატარებ თავისთავად. როგორც ვიცი, ძვირი არ არის, ოღონდ არის მანდ რიგებია თუ როგორ არის შეივსება და მე არ არის ხოლმე ადგილი, უნდა მოვასწრით რა მოკლედ. ეს ერთი და როგორც სპორტი, ანუ უფრო ისეთი სერიოზულად შეისწავლეს. გადაწყვიტა სესომ აიკიდო. ანუ აიკიდოზე იაროს. თან მამამისიც ამ სპორტს მიყვებოდა და მოკლედ აიკიდოზე უნდა სიარული. და კიდევ ნუ ეხლა მაგდენს მე ვერ გავკაჩავ. მაგრამ კიდევ უნდა რაღაცა, ანუ ესე როგორ ქვია, ზუსტად არ ვიცი. ბრძოლები, ანუ ესეთი წესებს გარეშე, თუ როგორ არის უფრო ისეთი. აიკიდო უფრო ჰუმანური მიმაჩნია, ჰუმანურად მიმაჩნია. ისეთი არა, უფრო თავდაცვა და მოგერიების ეს არის ტექნიკა. მოკლედ გავერკვევით მაგაში ეს რა ბრძოლებია და მე რომ მექნება უფრო მეტი შესაძლებლობა და რაღაცა თავისთავად იქაც ვატარებ. ხო, რაც შეეხება პროფესიას, პროფესიაზე რაღაცა ძალიან ვფიქრობ ამ მომხდებში პროფესიას ირჩევს თვითონ, ანუ გაუჩნდა ესეთი სურვილი, ანუ 14 წლის გახდა და უკვე სურვილები გაუჩნდა პროფესიის არჩევის, ანუ დაფიქრდა უფრო სწორედ. ხო და სოსო არის კურო და კუროებს ზოგადად ახასიათებთ ფინანსების, ძალიან კარგად მართავენ ფინანსებს, ძალიან ანალიტიკური უნარი აქვს, აზროვნება აქვთ ფინანსებში და კაი ბანკირები და კაი ისინი გამოდიან, მოკლედ, მაგრამ ამას აქვს, როგორც იცით, აი უკვე ბავშვობიდან მწყობოდა, რომ მქონდა ეს ინტერესი რა ფულის შოვნის და პროფესიას უყურებს ცოტა სხვადასხვა, ანუ პრაქტიკულად რა მოდით ასე ვთქვათ, ანაზღაურების თვალსაზრისით და მე ჩემი მხრიდან ვუხსნი, რომ პროფესია მარტო ანაზღაურებაც, ანუ კი, ანაზღაურება არის პირველ რიგში, მაგრამ უფრო ანუ უნდა გიყვარდეს ეს საქმე და ხალისით უნდა აკეთო. თუ ხალისი არ იქნება, მაშინ აი როგორც მე ვარ ახლა, ხო, ვთქვათ, გაძლებაზე, ხო, ამ ეტაპზე არა ვარ გაძლებაზე, დიდება უფალს რომ შევცვალე, ასე ვთქვათ, რაკურსი, ხო და მოკლედ, ნახოთ ახლა ვფიქრობ და რატომღაც ესეთი აზრი ჯერ ადრე იძახდა ანუ სამედიცინოზე ვფიქრობ და ზუსტად არ მახსოვს რა განხრით. ახლა ხანს გაუჩნდა სრული რაღაცა სტომატოლოგიასთან დაკავშირებით. მე გიხარ, რომ ანაზღაურებადია და კბილები ყველაც უნდა და ყველაც ვაკბილები და უბრუხდება და გასაკეთებელია. რამდენად დარჩება ამ აზრზე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სოსო ამ სფეროში მე ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ იმდენად ღრმად მოაზროვნეა. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი ქართულად, ну კონკრეტულად ქართულად უჭირს, აი აზრის ვთქვათ ჩამოყალიბება ქართულად ფორმულირება, რუსულად უფრო კარგად გამოხატავს აზრს. არ ვიცი, მეგობრებო, რატო ხდება ესე? ალბათ ინტერნეტის დამსახურება, იმიტომ რომ ინფორმაცია ქართულად ბევრი არ არის ინტერნეტში, ანუ ვერ მოიძიებ იმ ინფორმაციას, რაც შენ გსურს. ღარიბია, მოდით ასე ვთქვათ, და არის ძირითადად ინგლისურად ან რუსულად და შესაბამისად ეს რუსული და ამიტომ ყველანაირი ინფორმაციას ღებულობს რუსულენოვანი წყაროებიდან. ხო არა, ჩვენც ახლა რომ ვსწავლობდი მე უნივერსიტეტში, იქ გვეუბნებოდა
ინსპექტორი, რომ მოიძიეთ ვთქვათ წიგნები, მაგრამ არ არის ბევრი ქართულად, არის რუსულად, თუ რუსული კარგად იცით და ასე შემდეგ. მივხვდით ხო, ანუ არის ეს პრობლემა არის ზოგადად არ ვიცი, რისი ბრალია ზარმაცები ვართ ქართველები თუ უბრალოდ არ ვხდიან იმ თანამშრომლებს შესაბამის ანაცხოვრებას, რომ მოხდეს ასე ვთქვათ თარგმანი ყველაფრის აბსოლუტურად ყოველ ხო, რა ვიცი, ChatGPT მოახერხა უკვე და გაიარა ეს ისა და სწავლობს ანუ ქართულს და ასეთი ამბები. მოკლედ, მოვიხარშე, გამავიწყდა რომ დავინიაო ეს. კარგით მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით და ასე ვთქვათ, ანგარიშის ნომერი და პირადი ნომერი იქნება აღწერაში. დიდ მადლობას მოგიხდით წინასწარ. მოკლედ ველოდებით მე და სუსო თქვენ დახმარებას ამ თვეში. დიდი მადლობა, დროებით